სტინგი საქართველოში ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი თბილისში ივლისში ჩამოვა. ის ბათუმში კრის ბოტისთან ერთად გამოვა სცენაზე ევროპულ ტურნეს ფარგლებში საქართველოს ბოლო ქვეყანაა, სადაც ცნობილი მომღერალი კონცერტს გამართავს. It doesn't play for the money he wins. You don't play for respect. ქართველი მელომანების ოცნება სრულდება 3 ივლისს ბათუმის პიაცაზე, მათთვის ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი სტინგი იმღერებს. სტინგი ბათუმში ევროპულ ტურნეს დაასრულებს. კონტრაქტს ხელი უკვე მოეწერა. არსებობს ასეთი პროგრამა ცნობილ ჯაზურ მუსიკოსთან, მესახვილესთან, კრის ბოტისთან და სტინგთან ერთად. პროგრამა არის სრულდება სიმფონიურ ორკესტრთან. მათ რამდენიმე ასეთი კონცერტი გამართეს შეერთებულ შტატებში და სოფლიოს ასევე სხვადასხვა ქვეყანაში და ეს პროგრამა, ეს პროექტი ჩამოვა საქართველოშიც, გაიმართება 3 ივლისს ქალაქ ბათუმში, პიაცაზე და ბუნებრივია მას ბევრი მაყურებელი უნდა ყავდეს, ყველა ლოგიკით წესით, იმიტომ რომ აქ არის ძალიან პოპულარული, შეიძლება ითქვას, სუპერსტარი კრის ბოტი და უკვე კულტურულ ფენომენად ქცეული მართლაც რომ ლეგენდარული სტინგი. ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი ბათუმში ასევე ცნობილ ჯაზმენთან, მესაყვირესთან და ახლო მეგობართან კრის ბოტისთან ერთად გამოვა. კრის ბოტი საქართველოში უკვე იმყოფებოდა და იმან მონაწილეობა მიიღო ჯაზ ფესტივალში. სტინგი ბათუმში კომპანია Eastern Promotion-ის მოწვევით ჩამოვა. სტინგის აგენტოსთან 7 წელია მუშაობ, სულ რაღაც ეს იყო, რაღაც ჭორების დონეზე აღარ ჩამოყავდა, ჩამოდის, არ ჩამოდის, ესეთი მომენტები იყო, მაგრამ ეს იყო სულ ესეთ ზედაპირული. მაგრამ ახლა შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, უკვე 3 ივლისს დაინიშნა კონცერტი ბათუმში, რომელიც იქნება კრის ბოტის ბენდის კონცერტი, სადაც სპეციალური სტუმარი იქნება სტინგი. იგი რამოდენიმე სიმღერას შეასრულებს კრის ბოტის ბენდთან ერთად, პლუს დამატებული იქნება ადგილობრივი ქართული სიმფონიური ორკესტრი, რომელიც ეს პროგრამა მოითხოვს ამ ყველაფერს. არანჟირება ეს ყველაფერი ტელეპროგრამა იქნება თვითონ კრის ბოტის მიერ გაკეთებული, ეს ნოტები გადმოიგზავნება, მოემზადება ორკესტრი, დრო არის ჯერ კიდევ და ესეთი ძალიან კარგი ექსკლუზიური კონცერტი იქნება, რომელიც სხვაგან ვერ ნახავთ. კიდე პლუს არის უნიკალური იმით, რომ კრის ბოტის ბენდი სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ევროპაში პირველად ასრულებს. საერთო სურვილი იყო კრისი ჩამოსულიყო ჩვენი ორკესტრის 95-ე საიუბილეო ფესტივალზე როგორც სტუმარი და მან ასევე გამოთქვა ძალიან დიდი ინტერესი. მაგრამ რაღაც დროის შემდეგ, მას მერე რაც ჩვენ წამოვიწყეთ მოლაპარაკება, ამ პროექტმა გაცილებით უფრო მასშტაბური სახე მიიღო, ვინაიდან მისმა მეგობარმა სტინგმა გაიგო, შეიტყო, რომ კრისი მოდიოდა საქართველოში და გამოთქვა სურვილი, რომ ჩამოსულიყო ისიც. და კრისის კონცერტში მიიღო მონაწილეობა. 3 ივლისი საქართველოს მუსიკალურ ცხოვრებაში უკვე მნიშვნელოვანი თარიღია. სტინგის კონცერტისათვის მზადება უახლოეს პერიოდში დაიწყება.